ვარ ახლა კუსტბაზე. ვეცდები ვიპოვო პატარა ქორჭილები. გავერთოთ მიკროჯიგით. ბაროლაშა. და შევხედოთ რა იქნება. დავარჩიოთ ცოტა ჩვენთა ჩავყაროთ მიკროჯიგის რაღაცები. ეგეთი აკბეიტები აქტიური სათვალებით უსწორდება ხოლმე თანაბარ გატარებაზე. რა თქმა უნდა, კლასიკა ტამტა მოტორ კაფეში. რაღაც პატარა მწერებით გასწორებს. ჩავაგდოთ ეს კლასიკური კუსტის სათვალები. ძალიან პატარა კუსტია. Sorry. Very close. იმსახურა თავისუფლება. სალამეთ კიდევ ერთხელ. წინა ვიდეოს ჩაწერიდან გასული არის მიახლოებით 2 კვირა და გადავწყვიტე რომ მეორე ვიდეოც ჩამეწერა კუსტბაზე. ის ერთი ვიდეო ისეთი იყო რომ არანაირი აზრი არ ქონდა იმის ცალკე გამოშვებას რა. დღეს ვითავაზებთ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯოხით RS-ის ქვიდმანია Nightshade Gainkiller 610 XUL. ჯოხი არის 5 გრამამდე. კოჭა კიდე არის Daiwalovia-ი 2500 S. ნული არასტანდარტული მაქოთი SS მაქო, რომელიც კიდევ უფრო თხელი არის სტანდარტულზე. გათვლილი არის სპეციალურად თხელი წნულებისთვის. ბექინგის დახვევა რო არ მოგი. ახლა გვეყენია 1 გრამი ჩებურაშკა, 10 ნომერი ნემსკავი და პატარა სილიკონი
Crazy Fish-ის Whitebait-ის კოპია. ჩარტმა გქონდა. Sweli salpetki. ვინ იფიქრებდა? აი, რა ტბაში რატომ უნდა ჩააგდო ან ტბასთან, არ ვიცი რა. აგერ არის მშვენიერი ნაგვის ყუთები, ძმო. მადლობა კუსტრის ადმინისტრაციას, რომ ეგეთ მშვენიერ ნაგვის ყუთებს გვიყენებთ აქ. დაინახეთ ამური. ეგ ფოთოლს ურტყავს. კაი ზომა არის. წაიღო. Ძლივს. ვეძებეთ და ვიპოვეთ. Ძლივს. ეს გველე შაპები არიან ნერვებს როგორც, მაგრამ ეს კიდე დიდი არის, ამ ხელები იჭირება ხოლმე.
პატარა ძმა. სამწუხაროდ წვიმას ბოლო არ უჩნს, ამიტომ ცოტასაც გავითევზავთ. და მერე წავალთ. დაიჭდა გავუშვა. ძალიან პატარა იყო. შენი კიდე გავუშვა. გრევე ჩაკმა იყო. ეს კიდე ერთი ქორჭილა და სამწუხაროდ აქეთ მომიწევს უკვე ვიდეოს დამთავრება. მოკლედ დავშალე აღჭურვილობა. წვიმა როგორც თქვი არ ჩერდება. მიზეზიც ეგ არის, თორე კიდე 1 საათი მაინც ვითევზავებდი აქ. ძლივს ვიპოვე აქტიური თევზი წინა თევზაობასთან შედარებით. ცოტა მაინც დავიჭირეთ რა. ანუ თლად ვიდეოს გარეშე არ დავრჩებით. დაგემშვიდობებით ყველას. თუ რამე კითხვები გიქნებათ, ქვევით კომენტარებში. გამოიწერეთ არხი და შევხედოთ რა იქნება მომავალში. წარმატებები.